ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კულტურა და მწერლობა ევროპულს ენათესავება. ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი ქართული მწერლობის ევროპულობისა არის რაინდობის ფენომენი. რაინდი იგივე წმინდა მხედარია. წმინდა მხედრის წინასახეა თავად ქრისტე, რომელიც ამბობს: ნუ გგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მოფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა, არამედ מחვილისა. სულიერი מחვილით უკეთურების დამარცხება ეს არის ძლევის საწინდარი. ქართულ ლიტერატურაში და საერთოდ ქართველისთვის სიტყვა ხმარებაში კაცური კაცობის და კაიყნის ფენომენი რაინდული სულის მქონე ადამიანს აღნიშნავს. ეს არ არის ეთიკური ნორმების დაცვა, არამედ შინაგანი ღირსების მატარებლობაა. ქართულ მწერლობასა და კულტურაში ულევია მათი რიცხვი, ვეფხისტყაოსნისა და ამირანდარეჯანიანის გმირები, ვაჟას ალუ და გოგო თური, ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია, თავად ყარაჩოღელების ფენომენი თბილისურ ყოფაში და სხვა მრავალი. წმინდა მხედრებად მიიჩნევიან ასევე აგიოგრაფიული გმირები, მოწამეები, შუშანიკი, აბო, ცხოვრებათა ჟანრის მოღვაწეები, გრიგოლ ხანძთელი და მისი თანამოძმენი, რომელთა ბრძოლა და მსხვერპლი გამოხატულია მოციქულის სიტყვებით: შეთვის მოვწყდებით ჩვენ მარადჟამს. როგორი უნდა იყოს კაიყმა? ამაზე პასუხი კარგად ჩანს ჩვენ მწერალთა შემოქმედებაში. პირველი, ეს არის ვინც გულით ატარებს ურყევ წმენას და ამ რწმენით უშიშრად ებრძვის მტერს, სულიერსა თუ ხორციელს, ვინც ჭეშმარიტების სიმართლის მსახურია, ვისთვისაც სახელი და ღირსება ყველაზე ძვირფასია, ვინც სწორფიქს ასწავლის საზოგადოებას და ნებისმიერ ცთუნებას უძლებს, ვინც საკუთარ თავს არ განადიდებს, არამედ მისი საქმეები მეტყველებენ მასზე. ყველასთვის ცნობილია დავითის მიერ შურდული ძლევამოსილი გოლიათის განგმირვის ამბავი. დავითის შურდული ბაგრატიონთა გერბზეა ასახული. ეს არის სიმბოლო იმ რწმენისა, რომ საქართველო ღვთაებრივი ძალით იმარჯვებს ძლიერ მტერზე. ბოროტს წმინდა მხედარი ამარცხებს არა საკუთარი ძალით, არამედ მას ეს ძალა ენიჭება ღმერთისგან. ღვთაებრივი ძლევაა ძლევაის საკვირველი, დიდგორის ბრძოლა, რომლის დაწყების წინ წარმოთქმული მეფის სიტყვები გამოხატავს ამავე რწმენას. ეჰა, მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის ჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართ, თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთო. მსგავსად ამისა ამბობს ავთანდილი. განგებაა სწორად მოკლავს, ერთი იყოს თუნდა 100, მარტოობა ვერას მიზამს, ცავს თუ ცისთა ცალთა დასი. ბოროტების დადგუნვა მხოლოდ ხორციელ გამარჯვებას კი არ აღნიშნავს, არამედ სულიერ გამარჯვებას. მთავარი გამარჯვება ესაა. ამის თვალსაჩინო მაგალითია წმინდა გიორგი ძლევამოსილი, მრავალმოწამე მხედარი. ზოგჯერ მას ასეც ეწოდება მხედარი წმიდისა სამებისა. ცნობილ ხატს, რომელზედაც წმინდა გიორგი გველეშაპს რგუნავს, საფუძვლად უდევს გადმოცემა, რომლის თანახმად წმინდა გიორგიმ რომ ილოცა, გველეშაპი გახდა სრულიად უღონო, შეკრა ქამრით, წაათრია ქალაქში და იქ განგმირა. აქ სიმბოლურად იგულისხმება დიოკლეტიანეზე გამარჯვება, რომელმაც ხალხს მოუსპო გზა, რომ დაწაფებოდა წყაროს ცხოვრებისა, მართალსარწმუნოებას. ამის სიმბოლოა სასმელი წყლის დაპატრონება, ხოლო ქალწული, რომელსაც იხსნის წმინდა გიორგი, ეკლესიის სიმბოლოა, რომელიც ასე მოიხსენიება, ზალი ქრისტესი. ერთ-ერთ სვანურ ხატზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც დიოკლეტიანეს კლავს. ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, რომ კაცის კვლაა ასახული, არამედ ის, რომ სულიერად სძლია წმინდა გიორგიმ იმდროინდელ იმპერატორს, რომელიც ქრისტიანობის გავრცელებაში საფრთხეს ხედავდა. მან მრავალგზის აწამებინა გიორგი და ბოლოს თავი მოკვეთა. წმინდანი კი მოკლა, მაგრამ წმინდა გიორგი მასზე გაიმარჯვა სულიერად, მისი ქვეყანა მაინც გაქრისტიანდა. წმინდა გიორგი, როგორც წმინდა მხედარი, არის სიმბოლო საქართველოსი, მრავალგზის ნაწამებისა და მაინც ფეხზე წამომდგარისა, რომელსაც მუდმივად ჩაესმის ხმა უფლისა. ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარ.